ესე იგი ეს საჭირო თუ არ არის საჭირო ჯობია რაც მინდა ვთქვა ეხლა ჩვენ შედარებით ცოტანი ვართ ვიდრე მარხვის პერიოდში სეზონი გავიდა ზიარების სეზონი ნუ რა ვიყოთ ეგრეთ შეიძლება ადამიანმა ეგრე არ დაარქვა იმიტომ რომ აბა მაგის დარქმევა როგორ შეიძლება ადამიანი იტყვის რომ აბა ეგ ხო მაგრამ არ დაარქვა მაგრამ ეგრე შინაგანად ეგრე აკეთებს ხო ნუ ახლა წვიმალი შვიდეულია და მაინც ალბათ კაცმა თავის თავს ცოტა უფლება მისცა რომ ცოტა მოეშვას მაგრამ ზუსტად მანდ არის ჩასაფრებული არ უნდა მოეშვა პირიქით მარხვა რომ გავიდა არ ნიშნავს რომ ქრისტიანობა გავიდა მარხვა რომ გავიდა ნიშნავს რომ ჩვენ ახლა რაღაცა პერიოდი შეგვიძლია რომ ხორცი მივიღოთ თუ ყველი მივიღოთ თუ სხვა ამგვარი რაღაც მაგრამ მარხვა კი არ დამთავრებულა მე როგორც მარხვაში არ უნდა მელაპარაკა სხვაზე ის რაც ჩემს თავზე არ მომეწონებოდა იგივე გრძელდება რა შეიცვალა არაფერი როგორც მარხვაში სიმაძღრე და ნაყროვანება ცოდვა იყო ეხლაც ეგრეა რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ბოსტნეულით მოიბურთება თუ ქათმის ხორცით თუ გადააჭარბებს რა მნიშვნელობა აქვს იმიტომ ამბობს წმინდა იოანესინელი რომ სუფრასთანაც იმარხულეო ახლა კაცი ხო ფიქრობს რომ რა გავიდა მარხვა აბა დაიკლა მოზვერი თუ რაც დაიკლა და ახლა შეგვიძლია დამკაში გავიდეთ მაგრამ არ უნდა გახვიდე იქაც თავშეკავებაა საჭირო ქრისტიანი ესე უნდა ფიქრობდეს შეგულებაში არ არსებობს შეგულება ეშმაკი არ გადის შეგულებაში ჩვენი მტერი ის არის და მაშინ ჩვენ რანაირად გავდივართ შეგულებაში არ გავდივართ ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ფეხბურთი რომ მიმდინარეობდეს და შუაში ხო არის 15 წუთიანი შესვენება ტაიმებს შორის და დავუშვათ ეგ წესი რომ არ არსებობდეს და ჩვენ მაინც რო ვთქვათ რომ 15 წუთი უნდა გავიდეთ და იმ 15 წუთში რამდენი ბურთი გავა ჩვენს კარში მოწინააღმდეგე თუ არ დაისვენებს აბა წარმოიდგინეთ ხო არა აქვს ადამიანს ეგრე შესვენების დრო პირიქით როდესაც ასეთი მომენტი დგება ზუსტად იქ არის ჩასაფრებული რომ იქ უნდა სიფრთხილით იყო არ უნდა გადააჭარბო არც დალევაში ახლა ის ქართველი კაცი ისე როგორ იქნება რომ აღდგომა არ აღნიშნოს და სასმელი არ დალიოს არც ეგ არ არის ცოდვა მაგის დალევა მაგრამ არც ხორცის ჭამაა ცოდვა მაგრამ აი ცოდვა იქ არის ჩასაფრებული სადაც ადამიანი ფიქრობს რომ ახლა უნდა მოეშვას და თავის თავს რაღაცების უფლება მისცეს აი მანდ არის პრობლემა თორე ზომიერად გაკეთებული ყველაფერი კარგია და მარხვა მთავრდება მაგრამ თავშეკავება არ მთავრდება ამიტომაც აი სიფრთხილე არის საჭირო ესე იგი და სულიერი მარხვა კი მუდამ გრძელდება ჩვენ აი არასოდეს უნდა ვეცადოთ ესე იგი რომ რასაც ადამიანს პირადად ვერ ეტყვი ის არც იმის მიღმა არ უნდა თქვა აი უბრალოდ ეს რო ადამიანმა დაიდოს წესად რასაც უშუალოდ ადამიანს ვერ ეტყვი არც მის გარეშე არ თქვა არ ილაპარაკო იმაზე და არ ილაპარაკო სიყვარულის გარეშე ახლა არის რომ დაუშვათ მშობლები ლაპარაკობენ შვილის თაობაზე აბა ისე როგორ იქნება შვილის აღზრდის შესახებ ლაპარაკობენ ჩვენი შვილი ასე იქცევა ჩვენ ასე ხო არ მიუდგეთ ისე ხო არ მიუდგეთ რაღაცა ხო არის ლაპარაკობენ დაუშვათ მეგობრებმა შეიძლება თავის მეგობარზე თქვან ოღონ თავარი აქ არის არა ლაპარაკი არამედ мотиваცია ჩვენ რა მოტივი რა არის ჩვენი საუბრისა რა უნდა გამოიღოს შედეგად ის რომ ჩვენ ვილაპარაკეთ და უბრალოდ ენა მოვიქავეთ და რაღაცა ჩვენ დრო გავიყვანეთ და ჩვენ კარგები წარმოჩნდით და ის ვიღაცა არ ვარგა ეგ არის ჩვენი მამოძრავებელი თუ ეგ არის მაშინ ეგ არ ვარგა და ყველაფერში მაინც უნდა დაიცვას კაცმა ის წესი რომ რა ჩვენ არ გინდა რომ გაგიკეთო და ჩვენ არ უნდა გავუკეთო
ეხლა ჩვენ შეიძლება აი შევიკრიბეთ სამეზობლო და ვლაპარაკოთ სხვა ერთ-ერთ მეზობელზე. შეიძლება იმენ ჩვენ სახლის წინ ჩაი არა მაშინ, როდესაც ჩვენ მასზე ვლაპარაკობთ. და ეხლა ჩვენ რომ ქუჩაში გავივლით, თუ გულწრფელად გვინდა რომ და თანახმოვ იქნებოდით რომ რომელიმე სახლში შეკრებილები არიან და ჩვენზე იგივეს ლაპარაკობენ, არა, მაშინ კი ბატონო ვილაპარაკოთ. მაგრამ არა მგონია ვინმე არსებობდეს ეგეთი. რომ აი ჩვენს გაფუჭებულ საქმეზე ლაპარაკი ჩვენ გვსიამოვნებდეს. ჩვენ მარტო გვსიამოვნებს იმაზე რა გავაკეთეთ, რა იყო კარგი. და ჩვენც ეგ ვილაპარაკოთ სხვაზე. ეგ აღნიშნოთ. მაგრამ მაგას ხშირად ადამიანი ვერ აღნიშნავს. შურის გამო. რომ იმან გააკეთა, ან თუ აღნიშნავ თვითონ რომ იმან გააკეთა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ. ალობანი გაიხარა. ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ. ისა რომ მარხვა არ დამთავრებულა. ის მარხვა, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. დამთავრდა თავშეკავება ამა თუ იმ საკვებისგან, თორე სინამდვილეში მარხვა გრძელდება ბოლომდე. იმ სახით, რომ სულიერად უნდა იმარხულოს ადამიანი. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. 1386 წელს თემურლენგმა არაერთი და არა მარტო ამ წელს, არაერთი უბედურება შეამთხვია საქართველოს. და ერთ-ერთი იყო სწორედ აი ქვათახევის მონასტერში უამრავი ადამიანი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს ერთგულების გამო. გუშინდელი დღე იყო კიდევ გარეჯის უდაბნოში 6000 ადამიანი, წარმოიდგინეთ. აღდგომა ღამეს, აღდგომა დილით, გამთენიისას. ეს იყო 1616 წელი. მაგრამ აი დღევანდელი მოვლენა 1386 წელი იყო თემურლენგი რომ შემოესწრო საქართველოს ერთ-ერთი ესეთი შემოსევის დროს და იქ გამოწეს შიგნით, ტაძარში გამოწეს ხალხი. იქ იყვნენ სამღვდელონიც, იყვნენ მონაზვნებიც, იყვნენ საერო ხალხიც, შეკრებილები. და უარი არ თქვეს ქრისტეს ერთგულებაზე. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს არის დღესასწაული. ქვათახევის მონასტერში ეს არის დღესასწაული. და დღესასწაული არის სწორედ ის, რომ მათ ქრისტეზე უარი არ თქვეს. და სიცოცხლეს, თავის ბიოლოგიურ სიცოცხლეს ქრისტესთვის სიკვდილი არჩიეს. და მოწამეთა განწყობა სწორედ ეს არის, რომ სიცოცხლე ქრისტეს გარეშე ეს არის სიკვდილი. და სიკვდილი ქრისტეს გულისთვის ეს არის სიცოცხლე. აი მათი განწყობა ეს არის. მოწამეთა განწყობა ეს არის. და ზოგადად ქრისტიანი ადამიანის განწყობაც ეს უნდა იყოს, რომ ნებისმიერი რამე, რაც მე ქრისტეს მაკარგვინებს, რაც მე სინდისთან პრობლემებს მიქმნის, ეს არის ეს სიკვდილია ჩემთვის. და ყველაფერი ის უნდა ნაგავად ჩათვალოს ადამიანმა, რაც ჩვენსა და ქრისტეს შორის დგება. ამ ურთიერთობ, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს ფიქრობთ, რომ აი ეს რაღაცა ნივთი მე ბედნიერებას მომანიჭებს და ამის გულისთვის მე სინდისის საწინააღმდეგო საქმეს ვაკეთებ. და სინდისი თუ და ეს არის, სინდისთან თუ პრობლემა მაქვს, მე უკვე ეს ნივთი ბედნიერებას ვეღარ მანიჭებს. ის ძალიან დროებითი სიხარულია და არ შეიძლება ეს სიხარული სიხარულად ითქვას. რაღაცა ნივთის მიერ მონიჭებული სიხარული. ყველაფერს მაშინ ეძლევა მნიშვნელობა და ფასი, როდესაც მე სინდისთან პრობლემები არ მაქვს. როდესაც სინდისი დამშვიდებულია. როდესაც აი ამ ნივთის მოპოვების გამო მე ვიცი, რომ ასე იგი არავინ არ დაზიანებულა. არავინ ნაწყენი არ დარჩენილა. არავინ უკმაყოფილო არ არის. მე როგორც ადამიანი ჩემს ღირსებას არაფერი არ მოკლებია იმის გამო, რომ ეს ნივთი მე მქონდეს. და თუ აქედან არაფერი არ ფუჭდება, კი ბატონო, მქონდეს და ამითიც გავიხარო. აქ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ამ ნივთის გამო რაიმე ფუჭდება, სულიერი, არა? მაშინ ეს გამოდის, რომ მე ქრისტეზე უარს ვამბობ აი ამ ნივთის გამო.
და ნივთის გამო კი არა სიცოცხლეზე ამბობდნენ უარს, რომ ქრისტეს ერთგულება შეენარჩუნებინათ. ასე რომ ეს ძალიან დასაფიქრებელი და კიდევ რა რომ წეგან ბავშვები იყვნენ აქ მოცეკვავეები, მოდიან ხოლმე ერთი ძალიან კარგი მასწავლებელია და მოყავს ხოლმე თავისი გუნდი, სადმე რომ მიდიან ხოლმე გასტროლებზე, მოყავს დავლოცავთ ხოლმე და მერე მიდიან და ბავშვებს ეუბნავთ და ახლა ჩვენთვისაც ვიტყვი, მე აი რომ დავფიქრდეთ უბრალოდ. ეხლა რომ იყოს 1000, ისა უბრალოდ 2125 წელი. არ იყოს 2025 წელი, 2125 წელი. და ჩვენ რომ კითხულობდეთ რაღაცა ჩანაწერებს თუ ისტორიას ჩვენს შესახებ. აი მარიამი თავის შესახებ, საირადეი და თავის შესახებ და ესე თითოეული ჩვენთაგანი და რასაც გვინდა რომ კითხულობდეთ, მოდი ჩვენ თვითონვე დავწეროთ. მოვსინჯოთ. აი ნინი ხო ხარ, რამდენი 15-ის, 16 წლის. ნუ აქამდე რაც იყო, ის იქ ვეღარაფერს ვერ შეცვლა. აი დაიწყე 16 წლიდან ამ წელს რა შეიძლება მოხდეს რა. რატო ვამბობ ამას რომ ჩვენ როგორ გვინდა რომ შევიდეთ ისტორიაში. არა და ეგ ხო ნამდვილად მოხდება. ადრე თუ გვიან. აი როგორი გვინდა რომ ვიყოთ 100 წლის მერე რომ ვიღაცა მოისმენს თუ წაიკითხავს ჩვენზე, რა გვინდა რომ დარჩეს ჩვენგან. ახლა ისტორიაში ჩვენზე თუ მარტო ის წერია რომ ამან ესა და ეს შეჭამა, ეს დალია, ასე ეძინა, ამნაირი ქურთუკით დადიოდა, ხო ძალიან და ღირს რომ მარტო მაგისტრის მოხვედი ამ ქვეყანაზე. აი უბრალოდ რო დაფიქრდე, ასეთ სახში ცხოვრობდა, ასეთი კარფანჯარა ჰქონდა თუ ფარდები ეს ჰქონდა თუ ამნაირი კოზი ჭამდა, აი ესენი დავწეროთ ხო ძალიან აი ადამიანისთვის შეუფერებელია მარტო ეს რო იყოს ადამიანის ცხოვრება. ხო და ეს დაგვაფიქრებს იმაზე რომ კაცი მარტო თავის თავზე კი არ უნდა ფიქრობდეს რომ თვითონ მოიწყოს რაღაცა. არამედ იმისგან რაღაც უნდა დარჩეს. და იმ რაღაცის დარჩენაში არ გულისხმობ რომ რაღაც უნდა გააკეთო ისეთი გრანდიოზული. სიტყვაზე ვამბობ აი ალიკა. იტყვია რომ აი ესეთი კაცი იყო, იქ ბავშვები იტყვიან უბანში ესეთი კაცი ცხოვრობდა, ეს მაგალითი დაგვიტოვა. აი ესეთი ღირსეული მაგალითი დაგვიტოვა. კეთილი კაცი იყო, ვიღაცას ეხმარებოდა, ვიღაცას რაღაცა აპატია სიტყვაზე ვთქვათ, აი რაღაცა პატიოსნად აკეთებდა თავის საქმეს. და აი ეს მაგალითები რო დატო, ეგ უკვე აღარ არის ის რომ მარტო ჭამდა, სვამდა და ეძინა და ერთობოდა. ხო აი უკვე რაღაცა დარჩა. ვიღაცაზე იტყვიან რომ აი ასეთი შვილები აღზარდა. წაღარაზეც ვამბობდით რომ პირველი და მთავარი სკოლა ეგ არის ოჯახი. ოჯახს ვერასდროს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ვერანაირი სკოლა ვერ ჩაანაცვლებს. აი ესეც აქაც რაც ხდება ეს საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის ეს იქნება ზღვაში წვეთი თუ თვითონ იმ ოჯახმა არ გააკეთა. იმიტომაც ჩვენ ვცდილობთ რომ ესე იგი ბავშვებთან ერთად მშობელიც იყოს. ჩვენ ხო არ ვზღუდავთ მშობელსაც შეუძლია დაესწრო ზოგი დედა ესწრება მამა თუ პაპა თუ ბებია ესწრებიან და არის. ხო და იმიტომ რომ თვითონ იმ ოჯახში გაჩნდეს განწყობა ესეთი. რომ შვილებთან ურთიერთობა, ეხლა ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, გან არ შეუძლია თვითონ მშობელს სახში გააკეთოს. სიტყვაზე ვამბობ, აი, აჰა, ფანქარზე რამდენს ვლაპარაკობთ ხოლმე, ეხლა წყლში მიჭიროს. ფანქარზე არ შეუძლია რომ დედამ უთხრა შვილს რომ შვილო ეს ფანქარი რო დახატავს რაღაცა შეცდომით. ამას აქვს საშლელი, შეგიძლია წაშალო. ო, დედი ეტყვის მართალია. ხო და ადამიანსაც თუ შეეშლება რაღაც, შეუძლია თქვას მაპატიეთ და გამოასწოროს. ამას რო საშლელი არ ქონდეს, ვერ წაშლი, დარჩება შეცდომით.
ეს შეცდომა ხო არ მოგწონს? აი ამ კაცს რო ხატავდი, დიდი ყური რომ მოგივიდა, ხო არ მოგწონს? არა, შეიძლება წაშალო. სხვა რამე დახატო. მარტივად და თან ისეთი ნივთებია, რომ ფანქართან ყოველდღიურად შეხება აქვს ბავშვს და რო დაინახავს სადღაც ხო გაახსენდება, რომ აი ამა ხო რაღაც. ეთქვი რა არის მთავარი ფანქარში? მთავარი გულია. ადამიანშიც გულია მთავარი. ნებისმიერ რამე აიღე ნივთი. რაღაცა ყველაფერი რაღაცას გასწავლის. უფალი ყველაფრით რაღაცას გასწავლის. ძილის წინ წაუკითხო ბავშვს რაღაც ისტორიები, რაღაცა იგავი, წმინდანთა ცხოვრება წაუკითხო. და ძალიან უყვართ ესე იგი. ზოგი იმის გამო რომ თავი გაიმართლოს ამბობს, აბა ბავშვმა რა უნდა გაიგოს. ბავშვი იმდენს გაიგებს, რამდენიც საჭიროა მისთვის. სხვა დროს უფრო მეტს გაიგებს. ჩვენგან ეგრე არა ვართ, აი მე მაგალითად 10 წლის წინ რომ სახარებას ვკითხულობდი, ეხლაც ხო ვკითხულობ და ეხლა კიდე რაღაც სხვას აღმოვაჩენ ხოლმე. 10 წლის წინ რაც ვერ აღმომიჩენი, არა და ხო ვკითხულობდი, ხო რამდენჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ გამიკვირდება, კი, მაგრამ რამდენი წელი ამას ვკითხულობდი, ეს როგორ ვერ შევამჩნია და ვერ შეამჩნია. ყველა ეტაპს თავისი რაღაცა აქვს. იქ აღმოაჩენ. და ბავშვიც ჯერ იმ ცოტას გაიგებს, მერე კიდე რაღაცას გაიგებს, მერე კიდე რაღაცას და ეგრე იზრდება ნელ-ნელა. და თავისი ზრდის შესაბამისად კიდე უფრო მეტს გაიგებს. და ამიტომ აი მშობელმა ეს არ უნდა დაიზაროს. აი ხა ეს სიტყვაზე დღეს რომ არის ქათახევში მოწყვეტილთა ხსენება. ხო დიდი ისტორია არ არის, 2 წუთში შეუძლია ბავშვს მოუყვეს მშობელმა. შვილო დღეს ასეთი რამე მოხდა საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში, ან ძილის წინ წაუკითხოს, ან რაღაც. უკვე დაამახსოვრდ, თან დღეს მით უმეტეს 1000 გვარი საშუალება არსებობს. ხო სულ ინტერნეტში ვართ, მოიძიოს ქათახევის მონასტერი. აჩვენოს, აი შვილო, ამ მონასტერში მოხდა ფიზიკურადაც, თვალმაც დაინახოს. თუ ახლა ხელს მოკიდებს და მონასტერში წაიყვანს, ეგ კიდე უფრო სიქნება. ხო და მანდედან იწყება ყველაფერი. აქ რა განა ჩვენ რამე მაგაზე მეც ვაკეთებთ. ეგ არის. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ აი აქ მოხდა რაღაცა მოხდა, ან ამ წმინდანმა ეს გააკეთა, ან იმ ისტორიას მოუყვები და ეგ მოსწონთ მერე ბავშვს, ეგ ისტორიები მოსწონთ, ეგ ამბები მოსწონთ. ისე რომ აი ჩვენგან რაღაცა უნდა დარჩეს, ტყუილად არ უნდა გაგვეპაროს დრო, ისე იგი. თორე და იმისგან დარჩება რაღაცა, ვინც შეეცდება რომ თავის თავს მოაკლოს რაღაც. არც თავის თავს მოაკლოს და თავისიც ყველაფერი კარგად კონდეს და თან საზოგადო საქმეზეც ესე იფიქროს, ეგრე შეიძლება ვერ მოახერხოს. რაღაცა თუ არ მოიკელი, რაღაცას ვერ გააკეთებ. ახლა სიტყვაზე ვამბობ, აი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი, ექვთიმე თაყაიშვილი, აბა რა გააკეთა, წარმოიდგინეთ. შიერი იყო, ტანსაცმელი არ ქონდა, ერიდებოდა, რითი ჩამოსულიყო საქართველოში, მაგრამ საქართველოს განძი შეუნარჩუნა. და ესე იგი, ჯერ ის თვითონ აფასებდა ამას, მისთვის იყო ძალიან ძვირფასი. ესე წინაპართაგან გადმოცემული. ალბათ მშობლებისგანაც ნასწავლი, რომ ეს დიდი სიწმინდეებია, ამას მოფრთხილება ჭირდება. და იმიტომაც უფრთხილდებოდა. მაგრამ თავისი ცხოვრება ფაქტიურად ამას შესწირა. მთელი თავის შეგნებული ცხოვრება ამას შესწირა. და იმიტომაც ხარობს ახლა ის უფლის წინაშე და ღმერთთან ერთად ხარობს. და მთელი საქართველო, ვინც ამ ყველაფერს აფასებს, ისიც ხარობს მისი მაგალითით და მისი მაგალითით უამრავი თაობა აღიზრდება. ახლა ჩვენ სულ ამბობ ხოლმე რა გვჭირს ისეთი, რომ ესა თუ ის გამოგონილი გმირი გვიყვარდეს და ვაფასებდით, რომელიც რეალურად სინამდვილეში არ ყოფილა.
მაშინ როდესაც ჩვენ უამრავი გმირი გვყავს, არა გამოგონილი, არამედ ნამდვილი, რომელმაც მართლა რეალურად ეხა ფილმში მაგალითად აი რა არის საოცარი იმაში, რომ იქ ვიღაცამ საგმირო საქმე ჩაიდინა. ის ფილმია, თამაშია და არანაირი საშიშროების წინაშე რეალურად ის მსახიობი არ დგარა. მაგრამ აქ იგივე ექვთიმე თაყაიშვილი რახელა რაღაც ჩაიდინა. იგივე წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც ხვისთვის მოწამეობრივად აღესრულა. იგივე აი ამ ბოლო დროს არ მოხდა მამა ილია კარტოზია, სხვისი გულისთვის ისაქნა. ხო, რამდენი ილია ჭავჭავაძე თუ იაკობ გოგებაშვილთან მე ამ ადამიანებს ისე იყო, რომ ასე იგი ზოგიერთ შემთხვევაში ჩირქსაც კისხებდნენ. და ესეც მოითმინეს, არ გაბოროტდნენ ამის გამო. თუნდაც აი დღესაც რა აღარ აკადრეს პატრიარქს. აი ამას წინათ ესე იგი გახდა 68 წელი მისი ბერად აღკვეციდა. აი დიდხუთშაბათს 68 წელი შესრულდა მისი ბერად აღკვეციდა. წარმოგიდგენიათ 68 წელი. და მანამდე კიდე სასულიერო სასწავლებელში სწავლა, მანამდე მორწმუნე ოჯახში აღზრდა და როგორც მორწმუნე ადამიანი ესე ცხოვრობდა და ფაქტიურად მთელი ცხოვრება მან უფალ შესწირა, თავის სამშობლოს სახურება შესწირა. და მე ამას წინათ გითხარით კიდეც. წავიკითხე ძველი წერილები, ესე იგი სასულიერო სასწავლებელში სწავლის დროს, როდესაც ის აქ საქართველოში პატრიარქს უგზავნის, თვითონ ახალგაზრდა ალბათ არ ვიცი 17 წლის თუ და უგზავნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს რაღაც წერილს და იმ წერილში როგორი გულის ტკივილია საქართველოს გამო და ეკლესიის გამო და ახალგაზრდა კაცი რომ ამებზე ფიქრობს. და აი სერიოზულად ჩამოყალიბებული ისინი აქვს რაღაცა მოსაზრებები, რომ ასე ხო არ ჯობია რაღაც შეიცვალოს, ისე ხო არ ჯობია რაღაც გაკეთდეს. და ადამიანი ამაზე ფიქრობს, 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი ამაზე ფიქრობს. იმაზე კი არა, რომ სად გაერთოს და რითი დაისვანოს და თავი რითი შეიქციოს და დრო რითი მოკლას. ხო და ესეთი ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება თავის სამშობლოს შეწირა, აი ასეთ ადამიანს რა აღარ აკადრეს და რა აღარ მოითმინა. მაგრამ ის ღვთის სიყვარულის გამო ითმენს და ამ მოთმენებას ღმერთი დაუფასებს მას. მაგრამ ვაი იმ ადამიანს, ვინაც არ იქცევა ღირსეულად, ვინაც არ არის მადლიერი. სულ მინიმუმ. ხოდა დადგება დრო, რომ ჩვენ ამ ქვეყნად აღარ ვიქნებით. სხვები იქნებიან და სხვები ჩვენზე რაღაცას იტყვიან. დღეს შეიძლება ეგ არ თქვან. დღეს შეიძლება ყველამ გაგვიცინოს, ესეა. და ხვალ იტყვიან იმას, რაც სინამდვილეში იყო. მაგრამ თუ გიყვარს ადამიანი, ჯობია დღესვე უთხრა თუ რამე ეშლება. ვიდრე რომ წავა მაშინ უთხრა. გურამ დოჩანაშვილი ყვება. სამნი ლაპარაკობდნენ თუ 4 იდგნენ და ერთი წავიდა და იმ ერთზე დაიწყეს ლაპარაკი. და გურამ დოჩანაშვილი ამბობს, მეც წასასვლელი ვიყავიო და ამათ ვეუბნებიო, თუ რამის თქმას აპირებთ, ეხლა ვეთქვით. ხო და აი არ ვიცი, ძალიან საძულველი დამოკიდებულებაა ეგ რა. და დღეს ძალიან ხშირად შევხვდებით მაგას. ძალიან ხშირად შევხვდებით. ნუ ყველა ერთმანეთზე რაღაცას ლაპარაკობს. არა, იცოდა შეატყო კოჭებში, რომ მასზეც იტყოდნენ და
მოდი რამდენიმე შეკითხვა და ამასაც პასუხოთ, რადგან გვაქვს ამისი მოვალეობაც. დავიცავი ეს მარხვა, მაგრამ ხდები ისევ ისეთი მრისხანე ვარ, უკვე ხასიათში მაქვს სულ გაბრაზებული რომ ვიყო და უკმაყოფილო. დავკარგე სიყვარული და სითბო გულში. ამდენი ხანი მხოლოდ საკვები შევიზღუდე და იმავე ცოდვებში ვარ. ვიცი რომ მრისხანება ცოდვა, მაგრამ ყოველ დღე მრისხანებ. რა არის იცით, მარხვა არ შელის მრისხანებას ასე პირდაპირი გაგებით. ის რომ საჭმელი არ ჭამო და თავისთავად მრისხანება დაწყრეს, ესე არ არის. შეიძლება მაგალითად ერთ-ერთი წმინდა მამა ეუბნებოდა, თუ არა ვწდები, წმინდა იოანე კოლოვი, არ მახსოვს. ესე იგი, ერთი ადამიანი, რომელიც კვირაში ერთხელ ჭამდა, მაგრამ ყოველ დღე მრისხანებდა. ეუბნებოდა, რომ შენო ერთკვირიანი მარხვა კი ისწავლეო, მაგრამ ერთი დღე ვერ იკავებ თავს მრისხანებისგან. ანუ ის კი არ არის მთავარი, რომ შენ რაღაც არ ჭამო. არამედ ის არის, რომ შენ ადამიანს სიყვარულით მოექცე და უნდა ადამიანმა წაიკითხოს მრისხანების შესახებ წმინდა მამათა ნაწერებიც და უნდა აღმოაჩინოს მრისხანების საფუძველი. საფუძველი ერთ-ერთი არის ამპარტავნებაც. რომ ჩვენ დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენზე და ახლა სხვებს ვეჩხუბებით რაღაცას. ადამიანი თუ თავისთავი ყველაზე პატარა გონია, ის სხვებს ჩხუბს არ დაუწყებს. ხოდა ამიტომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, იქნება ამპარტავნებაა ჩვენში, იმას განკურნება ჭირდება, მრისხანების გამო ადამიანს ღვთის მადლი განეშორება. მრისხანი ადამიანს და უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, ესე იგი. მაქვს მუდმივად სიკვდილის შიში, სულ მეშინია რომ მოვკვდები და შიშით ვერაფერს ვაკეთებ. ჩვენ უნდა გქონდეს შიში ღმერთთან შეხვედრის. ოღონდ ეს მაშინ გვექნება, როდესაც მოუნანიებელი ცოდვები გვექნება. როდესაც ადამიანს არ აქვს მოუნანიებელი ცოდვები, შეიძლება შიში გქონდეს, მაგრამ როგორც წმინდა იოანესინელი ამბობს, სიკვდილის მიმართ ძრწოლა, ის გადამეტებული შიში, გამძაფრებული, ეს მოუნანიებელი ცოდვების ბრალია. ახლა სიკვდილისა შეიძლება ყველას ეშინია, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე ვართ და ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნებით. ეგ შვენიერ დღეს აუცილებლად დადგება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ. და ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარვართ და ვინ ჩვენთვის ჯვარს ეცა და ჩვენ თუ ამ სიყვარულს ესე იგი ვერ უპასუხეთ სიყვარულით, აი როგორი სიცხვილი იქნება. რომ ჩვენთვის ყველაფერი გააკეთა და ჩვენ უმადური დავრჩეთ და გამოუსწორებელი დავრჩეთ. ყველაზე დიდი უმადურობა ეგ იქნება. მაგაზე უნდა იფიქროს ადამიანი. და ხშირად უნდა იფიქროს. წმინდა იოანესინელი ამბობს, რომ სიკვდილზე ფიქრმაო შენთან ერთად დაიძინოს. უნდა იფიქროს, შეიძლება ეს ბოლო ღამეა. და ამ ღამეს რომ მე წარდგე ღვთის წინაშე. და აღმოვაჩინე, რომ რაღაცა ისეთი მაქვს ჩადენილი, რომ ის ვერ მოვასწარი და აღსარებაში ვერ ვთქვი ან არ ვთქვი. და მოუნანიებელი ცოდვით ღვთის წინაშე წარდგომა, ეს ძალიან რბილად რო ვთქვათ, ადვილი ამბავი არ იქნება. ამიტომ არის ადამიანმა არ უნდა გადადოს აღსარება. შეიძლება, ესე იგი, რაღაცა ის ყოველდღიური ცოდვა, რასაც ვერ აცდები ადამიანი, ის შეიძლება გადადო და თქვა, რომ მოდი კვირის ბოლოს თუ როცა იქნება, ახლა ჩვენ შემთხვევაში 4 შაბათი დღეა ხო, რომ აღსარებაზე მოდიხართ. თქვა, რომ მოდი მაშინ ვეტყვი. მაგრამ
თუ რაღაცა ისეთი მძიმე ცოდვაში ვარდება ადამიანი, ის არ შეიძლება რომ გადადოს ერთი კვირის მერევე. ის ჯობია რომ იმ დღესზე მოიძიოს მოძღვარი და მივიდეს დაახსარება უთხრას. ფიქრობ ადრე უფრო მეტად ადამიანის გრძნობებს ვუყურებდი, ვიდრე მის გარეგნობას და ჩაცმულობას. ახლა მგონია რომ დავკარგე სიყვარული და ფიქრები მომდის თავში, რომ თუ ძალიან კარგად არ გამოვიყურები, არც მოგაქცევენ ყურადღებას, მაგრამ ასე ხომ არ არის. და მე რა გვინდა მაინც და მაინც ყურადღება რომ მოგვაქცენ. ქრისტიანი ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ არავის ყურადღებას არ იქცევდეს. წესით, ეგრე უნდა ცხოვრობდეს. არ უნდა იყოს გამორჩეული ან თავისი ჩაცმით, ან რაღაცა იმითი რომ რაღაცა მართულ მოკაზმული, უბრალოდ უნდა ცხოვრობდეს. ახლა იმას არ ვამბობ, რომ თუ ქორწილში მიდიხარ, იქ უნდა მოწესრიგდე და იქაც რომ მოწესრიგებული და გამოპრანჭული წახვალ, ეგეც იმის ნაწილია, რომ იქაც არ უნდა გამოირჩეოდე. ხო, სხვაებიც ესე არიან და შენ იქაც ესე უნდა გამოიყურებოდე. მაგრამ როგორც ქორწილში წახვალ, მართულ მოკაზმული, ასე შეიძლება ტაძარში არ წახვიდე. ესე შეიძლება დილით მაღაზიაში ყურზე არ შეხვიდე. ამის გამო არ მოირთო. მაგრამ მეორე მხრივ ეხლა როგორც შეიძლება პურზე ვიღაცა შეიძლება ხალათით შევიდე, ისე ქორწილში არ უნდა წახვიდე. თუმცა შეიძლება არ ვიცი, აქ უფრო თქვენ იცით, შეიძლება არის ისეთი ხალათები ქორწილში რომ მიდიან, არ ვიცი. ათასნაირი ფანტაზია არსებობს. შეიძლება ეგეც იყოს რაღაცა უშუალოდ ამისთვის. შეკერა არის, ზოგ ძალიან უყვარს, მე თმაუშველოს ყველას კაცს, ყველას თავის ჩაცმულობის ისა აქვს, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ ყველაფერს თავის შესაბამისობაში უნდა იყოს, თავისი წესი და რიგი აქვს ყველაფერს. თუმცა ის რა აცვია ადამიანს და რა ახურავს, რითი დადის და როგორ, სულაც არაფერს არ მე არ ვიცი, ესე მიმაჩნია, არაფერს არ ამბობს ადამიანის ადამიანობაზე, საერთოდ. არაფერს არ ამბობს. ვიღაცას უფრო მეტი აქვს და ესე აცვია, ვიღაცას ნაკლები აქვს და ისე აცვია, თუმცა ქრისტიანების, პირველი ქრისტიანების ცხოვრების წესი ასეთი იყო, რომ თავისას არავინ ამბობდა თავისად. ანუ ეს ჩემია არ ამბობდა. ყველაფერი ზოგადი ჰქონდათ, ყველაფერი საერთო ჰქონდათ. და ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ბედნიერები იქნება, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. და როგორ არ ზრუნავდნენ იმაზე, რომ მაინც და მაინც ბევრი მოეხვეჭათ, იმიტომ რომ ეს მარტო მისი არ იყო. ეს ყველასი იყო. და ქრისტიანი ზოგადად ესეც უნდა უყურებდეს, სიტყვაზე ვამბობ, დაუშვათ ხელფასი მოგიმატეს სიტყვაზე. და ფიქრობ ახლა რომ ახლა მოდი მაშინ ეს ტანისამოსი აღარ მინდა და სხვა ვიყიდო. მაგრამ ეგ უფრო არ იქნება სწორ, ეგ იქნება იმის მსგავსი, რაც სახარებაში წერია იმ კაცს, რომ დიდარ კაცს დიდი მოსავალი რომ მოვიდა და ამბობდა, რომ რა ვქნა, სად შევიკრიბო ეს ჩემი მოსავალი, მოდი ძველ ბეღლებს დავარღვე, უფრო დიდებს ავაშენებ, იქ შევიკრებავ და ვეთქვი ჩემს სულს, სულო მრავალი სანოვაგე გაქვს, მრავალი წლისთვის ჭამესვი და ბედნიერი იყავიო და უფალმა უთხრა, უგუნურო, მაგ ქონებას ვის დაუტოვებო, შენ სულს ამაღამ წაიყვანე. ხოდა, თუ სიტყვაზე უფრო მეტი შემოსავალი გაგიჩნდა, უნდა დაფიქრდე, რომ ღმერთმა რისთვის მომცა. უნდა გაიხედ გამოიხედო, მე ხო რაც გქონდა, ხომ ყოფნი და აქამდეც. უნდა იქნება ეს ცოტა მეტი. აი, ვიღაცისთვის მომცა, იმისთვის. აი, ქრისტიანი ეგრე უნდა ფიქრობდეს. რომ ის რაც მომემატა, მარტო ჩემთვის კი არ მომემატა, არამედ შეიძლება უკვე სხვისთვისაც მომემატა. გახსოვთ მამა პაისის წიგნს რო კითხულობდით, თუ ბავშვებთან კითხულობდით. ეს პატარა ჯიუტა რომ მივიდა და მოხუცი კაცი რო ეუბნება, ფიქრობდიო დღეს ამ ხელათებზე რისთვის დავიჭირო, აი თურმე შენ უნდა გაგმასპინძლებოდი.
მანამდე როგორც ჩანს უფრო პატარებს იჭერდა და ეხლა ალბათ იმისთვის რომ შენ რომ მოხვედიო ღმერთმა მაგიტომ დამაჭერინაო. ეგ არის განწყობა ქრისტიანის. რატო უფრო მეტი ამ თეში? ალბათ იმიტომ რომ ვიღაცას დაჭირდება ეს. მაგრამ ეგრე ვინ ფიქრობს დღეს? ძალიან იშვიათად თუ ვინმე ფიქრობს. არა და ქრისტიანთა ცხოვრების წესი ეგ იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, მაგალითისთვის ვიტყვი, რომ აი ზოგი იყო ასეთი, რომ თუ ვინმეს რამე ჰქონდა, დაბა იყო თუ აგარაკი თუ მიწის ნაკვეთ, ზოგი წავიდოდა და გაყიდიდა და მოიტანდა და იტყოდა, რა ამდენად გავყიდა ეს თლიანი საფასურია და მოციქულთა ფეხთით დააწყობდა და ისინი უნაწილებდნენ, ვისაც რა აკლდა. იყო ერთი ცოლქმარი, ანანია და საფირა. ეს საქმე მოციქულთას მეხუთე თავის დასაწყისში წერია. გაყიდეს თავისი აგარაკი, თუ არა ვწდები, რაღაცა გაყიდეს, დაბა გაყიდეს და მოიტანეს და თქვეს, რომ აი ამდენად გავყიდეთო. და პეტრე მოციქული ეკითხება, მართლა მაგდენად გაყიდეთო? ქმარს ეკითხება, ანანიას ეკითხება. კიო, მაგდენად გავყიდეთო. და პეტრე მოციქული ეუბნება, რატო შეთანხმდითო, რომ სულიწმიდა მოგეტყუებინათო? თქვენ ადამიანს კი არაო ღმერთს ეცრუეთ. ანუ რას მოატყუებ იმას? იმდენად კი არ გაუყიდიათ, უფრო მეტად გაყიდეს. მაგრამ ნაკლები მოიტანეს და უთხრა, რომ განა რაც იყო, თქვენი არ იყოო. მაგრამ აქ ნახეთ რაშია საქმე. მათ უნდათ რომ თან თავისთვის დაეტოვებინათ, მაგრამ ისე ეთქვათ, რომ თითქოს ამდენად გაყიდეს. რისთვის? იმიტომ რომ პატივი სხვაგვარი ექნებოდათ, რომ აი ნახეთ სულ მოიტანეს. და რომ იტყოდნენ, რომ აი ნახევარი მოიტანეს, ნახევარი თავისთვის დაიტოვეს, ისეთ გულუხვებად ვეღარ წარმოჩნდებოდნენ, ხო მართალია? და ეგ უნდათ და იმ წუთში დაეცა ანანია და გარდაიცვალა. შემოვიდა საფირა მისი ცოლი და ეკითხება, რომ მართლა მაგდენად გაყიდეთო? და კიო მაგდენად. და პეტრე მოციქული ეუბნება, აი ნახეო კარებში შეხედაო, შენი მეუღლის დამკრძალავთა ფეხები კარებში დგანანო და შენს გაგიყვანენ და დაკრძალავენ. და ისიც იქვე გარდაიცვალა. იმიტომ მოხდა ეს, რომ ეს ახალი აღთქმის ჩამოყალიბების პროცესია და ადამიანებს უნდა სწოდნოდათ, რომ რა არის სწორი ღვთისმსახურება და რა არ არის. მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩვენ არ გაგვიყიდია მაგდენად. მაგრამ ეს საფირაც იმიტომ დაისაჯა, რომ საფირაც ამ ურჯულოებაში გაერია. მან იცოდა, რომ ეგრე არისო, მაგრამ მანაც ესე გააკეთა. ეს დამახინჯებები მაშინათვე იყო. თუმცა რა გასაკვირია 12 მოციქულიდან ერთ-ერთმა უღალატა ქრისტეს და ასეთი რამე რომ მოხდარიყო, გასაკვირი არ არის. პარასკევს 12 ვნების სახარების დროს მენთო დიდი სანთელი და მართალია რომ სახლში უნდა წავიღოთ და მთელი წელი უნდა გქონდესო? კი წამოვიღე, მაგრამ არ ვიცი რამდენად მართალია, თუმცდარია, მაშინ წავიღებ კვირას უკან და დავანთებ. არა, საქმე იმაშია, რომ სანთელი არის იმისათვის, რომ აანთოს ადამიანმა და ილოცოს. სანთელი არ არის სუვენირი. და აანთო და ილოცო. მაგრამ თუ სანთელი არა გაქვს და ისე ილოცებ, ამით არაფერი არ დაშავდა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ სანთელი გენთოს და სანთელის იმედად იყო და შენ არ ლოცულობდი. ეგ არ ვარ. ჯობია სანთელი არ გეჭიროს და ილოცო, ვიდრე სანთელი. რატო ვამბობ? ზოგჯერ აი სახარებას კითხვა დაიწყებს. ჩვენ კი ისავქენით, რომ როდესაც სახურება მიმდინარეობს, ამ დროს ადამიანი ვერ აიღებს სანთელს, თუ მესანთლემ რაღაც არ დაარღვია. მაგ დროს არ არის რომ სანთელი აიღოს, მაგრამ აი ზოგადად ესე ხდებოდა ხო? სახარება იწყება, ადამიანს გაახსენდა, რომ სანთელი არ აქვს, წავიდა სანამ სანთელს იყიდის, სანამ მოიტან, სანამ აათებს, სახარება დამთავრდა, მან სახარებისა ვერაფერი ვერ გაიგო. და სახარება კი არ იკითხება იმისათვის, რომ სანთელი ავანთოთ. ანუ სახარება კი არ ემსახურება სანთელს.
პირიქით თუ ეს სანთლის ანთება ჩვენ ხელს გვიწყობს რომ სახარებას უკეთ მოусმინოთ კი ბატონო მაგრამ თუ პირიქით ხელს გიშლის რომ მოусმინოთ მაშინ ჯობია არა ანთო იმიტომ რომ სახარებას იმიტომ კი არ კითხულობ რომ სანთლის ანთების დრო დგება და მიგანიშნოს სახარებას კითხულობ რომ გაიგო რა წერია რომ შეასრულო და იმითი იცხოვრო ამიტომ კითხულობ სახარებას ისე რომ შეგიძლიათ რომ სახში აანთოთ და ილოცოთ ვინც არის ამ შეკითხვის ავტორი არა აქვს აუცილებლობა არ არის ტაძარში წაიღოთ და იქ დაანთოთ ეს შეკითხვა როგორც ჩანს დაგვიანებულია მაგრამ მაინც წავიკითხო ახალი გარდაცვლილი მყავს მეუღლე და როგორც იცით ეს ძველი ტრადიციები ცხვრის დაკვლას როდის გვირჩევთო კვირას თუ ორშაბათსო კვირა დღე არის აღდგომის დღესასწაული ეს არ არის საფლავზე გასვლის დღე თუმცა საფლავზე თუ გავა ადამიანი ამითი არ დააშავებს არც ორშაბათი არ არის ესე იგი მიცვალებულთა ხსენების დღე თუმცა ორშაბათს გავდივართ საფლავზე მიცვალებულთა ხსენების დღე არის თომას კვირის სამშაბათი აი ეხლა რომ სამშაბათი მოვა და კიდევ უფრო მეტად მიცვალებულთა ხსენების დღე არის სულთმოფენობის წინა დღე სულის შაბათი სულთაობა ჰქვია რაც შეეხება ეხლა ამ ორშაბათს გავდივართ საფლავზე არა იმიტომ რომ ჩვენი მიცვალებულები ვიგლოვოთ არამედ იმიტომ რომ ჩვენს მიცვალებულებს ვახაროთ და სულაც ეხლა ქალაქშია ესე რომ ტაძრები ქუჩაში დგას თორე სოფლებში ტაძრები სად დგას სასაფლაოზე არ დგას უფრო სწორად კი სასაფლაოს გარშემო ხდებოდა ხოლმე მიცვალებულთა დაკრძალვა ეკლესიის გარშემო ხდებოდა ხოლმე მიცვალებულთა დაკრძალვა და ეხლა მაგალითად როგორც მე ჩემს ოჯახის წევრებს მიულოცავ ქრისტეს აღდგომას ის გარდაცვლილიც რა ჩემი ოჯახის წევრი არ არის ეხლა როგორ წარმოვიდგენთ რომ აი თუნდაც აღდგომა დღეს ტაძარშია ადამიანი და აი შვილი ყავს დაუშვათ გარდაცვლილი აღდგომის დღესასწაული წირვა დამთავრდა და ჩამოუარა შვილის საფლავს და რადგან აღდგომაა არ შეხედა და რომ მივიდეს და მიულოცოს ამითი არაფერს არ დააშავებს თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას რომ მან კვირა დღე გლოვის დღედ გადააქცია აღდგომა დღე მაგრამ ისიც ხო შეუსაბამო იქნება რომ თავის საყვარელ შვილს არ მიულოცოს და ამიტომაც შეიძლება გავიდეს და ცხვრის დაკვლას რაც შეეხება ესე იგი ცხარი ნებისმიერ დღეს შეიძლება დაკლას ადამიანმა როცა მარხვა არ იქნება თუმცა თუ ცხარს ვერ დაკლავს არც ეგ არ არის უბედურება თავარი აქვს ცხარია ვიღაცა შეიძლება არ აქვს ცხრის შესაძლებლობა აი ძალახტმაში როგორ იყო ბავშვს რო ტაძარში მიიყვანდნენ ხო ვინც ცოტა შეძლებული იყო შეიძლება ცხარიც მიიყვანა ვინც არ იყო შეძლებული მაგალითად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მართალმა იოსებმა ფრინველი მიიყვანეს ხო გვიტი მიიყვანეს ხო და ღმერთი ამას არ უყურებს როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ღმერთი არ შეიწირავს მატერიალური სიუხვის მიხედვით ღმერთი შეიწირავს გულის სიუხვის მიხედვით ეგ არის მთელი ამბავი შეიძლება სტუმარი მოგივიდა და წლის მეტი არაფერი არ და გამოუტანო ცივი წყალი მთელი გულით მიართო და გამოვა რაც გქონდა ყველაფერი მიართე ეხლა წყალთან ერთად თუ რაღაცა პატარა ორცხობილაც გაქვს იმასაც გამოუტანე მაშინაც უკვე ყველაფერი მიართე მაგრამ თუ წყალი და ორცხობილა გაქვს და მარტო წყალს გამოუტანე ეგ ნიშნავს რომ შენ მთელი გულით არ მიართე და ეგ არის მაგ უნდა განსაზღვრო შინაგანად რა გაკეთებინებს მაგას კარგით მოდი დღეს ძალიან აღარ გადაგლეთ თუ უკვე არ გადაგვალეთ ნახოთ შემდეგი